დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში და ჩვენი სტუმარია იური მეჩიტოვი, ფოტოხელოვანი, რომელთანაც დღეს პოლიტიკაზე ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბატონო იური, აი წინა ორ სტუმართან საუბრის დროს სულ ისმოდა ეს სიტყვა ნიჰილიზმი ამომრჩევლებში, ნიჰილიზმი ხალხში, ხალხს მაინც და მაინც არ სიამოვნებს პოლიტიკოსებთან ურთიერთობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ რას ფიქრობთ, რეალურად არსებობს ეს ნიჰილიზმი ჩვენ საზოგადოებაში? მე მგონი ყველა ეხლა არ ვენდობი მეც ძალიან ბევრ გამოკითხვას, მაგრამ იმ გამოკითხვები ყველა ადასტურებს იმას, რომ 30-40% ადამიანებს არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმა. ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ეს ნიჰილიზმი გარკვეულწილად არსებობს. მე პირადად ხო ხვდები ფართე საზოგადოებას და ძალიან ბევრი მათგანი მე კი ვეუბნები, მაგრამ ხალხს არ შეიძლება სამოქალაქო ვალია თქვენი უნდა მოქალაქეობრივი მიხვიდეთ, ხმა მისცეთ და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ეს ნიჰილიზმი არსებობს და ეს ნიჰილიზმი ყარდება ბევრი რამით. აი ჩვენ ხო ხედავთ ეს 60 წელიწადში ვერ მოვახერხეთ უბრალოდ ხალხის აღრიცხვაც გავუკეთებინა. ჩვენ ხო მაშინ დავთვალეთ ძალიან საინტერესო გამოგვიდა. ჩემ ვახურო 3.5 მილიონ ამომრჩეველზე ჩვენ 3 მილიონი მოსახლეობა გვყავს გონი და ესეთი აბსურდი მე მგონი სხვაგან არ იქნება და რაღაცა ესეთი მომენტები, ანუ რაღაცა ხომ უნდა ფიქრობდეს ადამიანი. კი არის ნათქვამი ამერიკელების მიერ, რომ აი ტყვიაზე უფრო ძლიერია შენი საარჩევნო ბიულეტენი, მაგრამ შენი ხმა ისე იქნება დაკარგული და 20% როგორც ამბობენ ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს აი ამ აუზაურში, როცა შენ არის რამდენი ხართ, რამდენი ხალხი წავიდა, მოვიდა. აი ეს ამბავიც მუშაობს ამ ნიჰილიზმზე. აი როდესაც ნიჰილიზმზე ვსაუბრობთ, ერთი მხრივ პოლიტიკოსებიც წუხან ამაზე, მეორე მხრივ აი საზოგადოებაში წულწუხილია, რომ აი ჩვენ ვართ ნიჰილიზმში, იმიტომ არ მომწონს არც ერთი პარტია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გვესმის ეს, ხომ? მაგრამ ვისი პრობლემა უფროა ეს? ვისი ბრალი უფროა? არის მომენტები, როდესაც საზოგადოება ძალიან აქტიურია, როდესაც ის იღებს გადაწყვეტილებებს, ხო? მაგრამ შემდეგ თითქოს გადაივლის ეს ყველაფერი და მიჩუნდება ეს ყველაფერი, ხო? ძალიან აქტიური იყო საზოგადოება 2008 წელს იანვარში, კარგად იცით არა და ეს იყო გაყალბება ამ არჩევნების. ყველაფერი იყო გაყალბებული მაშინ და ნიჰილიზმის უკვე დიდი საფუძველი მაშინაც იყო. 2012 წელს რაც ხდებოდა თქვენ კარგად იცით, მაშინ ერი გაერთიანდა მაინც იმ გაგებით, რომ მართლა მოსაწილებელია ის იყოს დამნაშავე რეჟიმი, მართლა სამისთვის მოხდა გაერთიანება რაღაც სერიოზული ძალების, ეს მოხდა. თუმცა იქაც ხდებოდა მთელი ამბები და კონსპირაციები, თუ არ გამოჩნდებოდა 18 სექტემბერს აი ეს საშინელი კადრები, შეიძლება ის 40% კი არა მეტიც გქონოდათ ნაციონალურ მოძრაობას. ანუ ადამიანის ხმა აქვს, როცა ადამიანი უყურებს ასეთ რაღაცებს, ის ხედავს, რომ შენი ხმა დიდი არაფერს არ წარმოადგენს ამ ჭიდილში, ამ გაყალბებებში, რომელიც აი მოსდევს, ქართულ არჩევნებს მოსდევს სიტყვა გაყალბება და მე მეშინია რომ ეს წელიწადიც იქნება ასეთები ამ გაყალბებებს ვერ ავსდებით ჩვენ. ახლა ვერ ავსდებით, რატო ვერ ავსდებით? იმიტომ რომ აი თქვათ ახლა იყო ჯონ კერი, როგორ გონი ისთვის იყო ჯონ კერი, იმისთვის რომ დემოკრატულად ჩააგვეტარებინა და თქვენი ის იქნება ტესტიო, ლაკმუს ქაღალდი იქნება და რაღაც. ლაპარაკი იმაზე რომ შენარჩუნებული იყოს, მე ამერიკას ამაში არ ვამტყურებ, ის ფიქრობს იმაზე, რომ მის ინტერესები იყოს შენარჩუნები. მის ინტერესები შენარჩუნებული იქნება მაშინ, როცა მოვლენ ხელისუფლებაში, დარჩენიან ხელისუფლებაში თუ მოვლენ ხელისუფლებაში პარტიები, რომელსაც აქვს წმინდა წყლის პროამერიკული, პროდასავლური, როგორც ამბობენ ახლა სასწაულის ის არის სიტყვებია, არჩევანი, არა? და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე გვაქვს გზავნილი, რომელსაც ძალიან ძნელია გარჩევა ბრძანებისაგან, რომ ასე უნდა დაალაგდეს ეს კოჭები, უნდა დაალაგდეს ამგვარად, რომ 80% მაინც უნდა იყოს პროდასავლური აუცილებლად და სხვაგვარად არც იქნება. ახლა ნახავთ, აი ჩვენ არ ვიცი ვინ დათვლის, სტალინი ამბობდა სხვათა შორის, რომ თავარი კი არ არის ვინ ირჩევს, თავარი არის ვინც თვლის, თუ მასზეა ნათქვამი, მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ ეს შინაარსი ეს არის. შინაარსი ეს არის. და კიდე ნახეთ, აი თქვათ ახლა გააკეთა ოცნებამ თავის გამოკითხვა, არა, ბიგვავა გააკეთა, გამოვიდა და 35% დაუწერა დაახლოებით, თუ დაუწერა კი არ, გამოთვალეს გამოიკულიეს რო იყო ოცნების 13% იმის და როცა ჟურნალისტებმა შეეკითხეს და დანარჩენებზე რა სიტყვით, ამას როგორ ვიტყვიო? აი როგორ ვიტყვი? ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე და ასევე შიგნითაც ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლება ცდილობს, რომ ისინი იყვნენ მხოლოდ პოლიტიკურ ველზე. რა თქმა უნდა, ისინი იყვნენ, ესეთია შეკვეთა, ესეთია ჩვენი მართველების და ჩვენ ხო არა ვართ ახლა მე ერთხელ ვიყავ ერთ-ერთ გადაცემაში თქვენ თუ ჩვენ არ ხართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ისე ეწყინათ გარშემო და დამოუკიდებელი ქვეყანა ახლა საფრანგეთი არ არის და გერმანია არ არის და იმას არ შეუძლია, იმათ არ შეუძლიათ მიიღონ თუნდაც საგარეო საქმეებში გადაწყვეტილებები, რომ ეს დამოუკიდებელი იქნება და
გასაკვირვებლად ჩვენ ვართ ასე დღეში არა მაგრამ მაინც ჩვენ ხო რაღაცა უნდა ვაკეთოთ ისიც ვაკეთოთ რაც ჩვენ ინტერესებიდან არის გამომდინარე ანუ ჩვენ უნდა შევახამოთ ჩვენი ინტერესები სხვა ქვეყნის ინტერესები რა თქმა უნდა გასათვალისწინებელი როგორ არის გასათვალისწინებელი ზუსტად იმიტომ ვერ იზრდება არაფერი თქვა რუსეთთან მიმართებაში თუ ჩვენ მაინც გონი რომ ხოლმე ჩვენი ინტერესები იქნება მთავარი ამ საქმეში ვერ იქნება ჩვენი ინტერესები ხოლმე მთავარი ბატონო იური მოდით მინდა გითხოთ აზრი აი 4 წლის გადმოსახედი და 4 წელია ქართული ოცნება მართავს სახელმწიფოს თქვენი აზრით რა არის მთავარი რაც მათ ვერ გააკეთეს, რა პრეტენზიას თქვენ გაქვთ? თავარი რაც გააკეთეს, ახლა გეტყვით ეს არის დეპოლიტიზაცია, მოხდა პოლიციის. რა გააკეთეს და რა ვერ გააკეთეს 40 წელად გავყოთ. პოლიციის მოხდა აი ამ სექტორში, რასაც ქვია ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ძვრები მოხდა, რეალური ძვრები მოხდა, აი თქვა იგივე ცეგაპატიტის პრობლემა და რაღაცა, ძალიან სერიოზული რაღაცები ხალხს ხედა ვიცნობ და ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომ სარგებლობს ამ საშუალებებით. გააკეთეს ის, რომ პირდაპირ არ ვეჯახებით ჩვენ და არა ვართ იმ დღეში როგორც ჩვენ 2008 წელს ჩაგვაგდო ხელისუფლებამ და ეს პირდაპირ ვთქვა რომ ჩაგვაგდო იმ წინა ხელისუფლებამ 2008 წელს თუმცა არაფერი გზა მეტი გაკეთებული არ და რაც შეეხება სამართლიანობას რაც საუბარი არის სულ და არის ეს საუბარი ეს 4 წელიწადი სამწუხაროდ ისე გასაგებია რომ ურმით მოდის სამართლიანობა ანუ ასეთი სიტყვებია სულ ყოველთვის და მაგრამ ურმით მოდის ურმიც მივიდოდა რაღაც წერტილამდე ამ 4 წელიწადში მაგრამ არ მოხდა ის იმიტომ დამნაშავეები დადიან ასევე როგორც არის საჭირო როგორც ჩვენ ვიცით არიან უამრავ სტრუქტურებში ეს დამნაშავე ხალხი ან დამნაშავე რეჟიმის ხალხი წევანთი წარმოადგენლები და ასე შემდეგ ანუ აი ეს მომენტი არის ძალიან სერიოზული რომელიც და ეხლა აჩქარები ხო ხედავთ რაღაც ანუ სამართლიანობის საკითხს მაინც აყენებთ პირველ ადგილზე თქვენ იმ დაპირებებს შორის რომელიც გაიცა თავის დროზე ბევრი იყო ეხლა გასაგებია ას ქარხანაზე არ ვილაპარაკ საერთოდ ეს დაპირებები გამიგია რომ პოლიტიკოსებს აქვს ასეთი ჩვევა და მიგონი ყველა პოლიტიკოსს ეხება რომ ჯერ პირდება და მე ეს 4 წელიწადი თუ 5 წელიწადზე მე ხსნის რატომ ვერ შეასრულა ეს დაპირებანი ესეთი მომენტი არის და გასაგებია რომ არავითარი ასი ქარხანა ვერ შეიქმნებოდა მაშინ როცა დეინდუსტრიალიზაცია მთელ სოფლიოში და რომელი ქარხანა გააკეთო ერთ-ერთი საშუალება ჩვენ იყო სოფლის მეურნეობა მე მაინც მეგონა რომ ამ 4 წელიწადში საკმაოდ ის არის მაინც მანძილი იმისთვის სოფლის მეურნეობაში რაღაც არსებითი ძვრები ყოფილიყო რომელსაც მე ვერ ვამშევ შეიძლება არის ძალიან დიდი ბოთში მაშინ ამაზე ამბობენ რომ პიარი არ უვარგათო აი ხელი შემშლელი ფაქტორები რა არის თქვენი აზრით რატომ ვერ გაკეთდა ის რასაც თქვენ ამბობთ რამ შეუშალა ხელი აი ობიექტურმა სუბიექტურმა მიზეზებმა ხო იცით ბატონო მე ხუმრობები მიყვარს და აი ველურ დასავლეთში პიანისტები იყვნენ რომელიც უკრავდნენ როცა ის კაბუები ქეიფობდნენ და მთელი ამბები იყო და მან დაწერა ასეთი აბრა იყო ნუ ესვრით პიანის იმიტომ ის უკრავს ისე როგორც შეუძლია აი როცა უყურებ ჩვენ ოცნების ხალხს სამწუხაროდ აი ეს მეუფლება ასეთი აი მებრალები როგორ უკრავენ მებრალები ცუდად უკრავენ აი ცუდად უკრავენ აი მებრალებიან რატომ აი წარმოიდგინე კვირიკაშვილი დაინიშნებს შვენერი ადამიანი აი სახელზეც აი მე როგორც პორტრეტის ფიზიოგრაფისტი გეტყვით რომ ეს არის უწესერესი ადამიანი მაგრამ გამოდის თქვენთან ჟურნალისტებთან შეხვედრაში იმიტომ რომ აბოს მე არ დაველაპარაკები ალიანს არ დაველაპარაკები ბურჟანაც რას ნიშნავს ეს გამაგებინეთ აი რა არის ეს რა არის თუ არა წინასწარ დაგეგმილი შეზღუდვა თუ წინასწარ რაღაც კალაპოტში თუ არ არის აი ცხენს რო ირბინოს ხო იცით ცხენს რას უკეთებენ ასეთი ის აქვს მოგას ეკვივალენტი და ცხენი ხოლმე წინ ვირბის და ასრულებს იმას რაც ჭირდება მის პატრონს აი ჩვენ ისე დღეში ვარ ჩავარდნილი მეგონი იქით წასვლა როგორც აი დანაღმულ ველზეა ჩვენი ხელისუფლება რაღაცა სიტყვის იმას და ატყდება ნაციონალურ მოძრაობა და ყვირის აბრალებს რაღაცებს და თავარი დარჩა თავარი ჩვენი ასპარეზი არის ყველა ამტკიცებს თავის პროდასალდურობას თუ ეს არის მთელი ჩვენი ქართული პოლიტიკის არსი ძალიან თუდად ყოფილა ჩვენი ქართული პოლიტიკა აი მე არაერთხელ დავსვი წინა რესპონდენტებთან თქვენც მინდა ეს კითხოთ შეკითხვა რაში მდგომარეობს თქვენი იდეა რატომაც ხართ პოლიტიკაში არის თუ არა იდეების სერიოზული არა თქვენ არა წინა რესპონდენტებს ვეკითხებოდი თქვენ ვიცით რომ არა ხარ და ზუსტად ამიტომ მოგიწვიეთ რომ გვინდა რომ ცოტა გვერდიდან შეხედოთ მოვლენებს და ასე გვითხრათ იდეების კრიზისია ქართულ პოლიტიკაში თქვენი აზრით ნოლია იცით რას გავს ქართული პოლიტიკა აი მე მახსოვს ახლა თქვენ ახალგაზრდა ბრძანდებით მაგრამ მაინც უნდა ჩერნენკოს და ბრეჟნევის და ანდროპოვის ხანა ხო არ ვიყავი დაბადებული მაგრამ წამიკითხავს ბევრი რა ახსოვს ეს იყო ისეთი რაღაცა ის რაღაცას დაწერდა ყამირს და გამოარდებოდა ყველა და იმ ყამირს აქებდა და ყველა ხდებოდა ამ ყამირზე საუბარი და რაღაცა აი დაახლოებით ესეთი რამე დავინახე ახლა ჩვენთან ჩამოვიდა კერი თავის ზაუნდლებით თქვა რომელიც კიდე ერთხელ გზაუნდელებია თუ ბრძანებებია ეს გასარკვევია კიდე და იმის შემდეგ დაიწყო ყველა გამოიყოს და ყველა აქებს და აი ესეთი დიდებული რაღაცები რაღაც ეს არის ამაზენი უკვე ეს ყველაფერი და თუ ამას ვერ ხედავ ჩვენ და
ჩვენ ხედავთ ვისაც თვალები აქვს და ვისაც შედარების საშუალება აქვს. სულ არ მინდა მე დაბრუნდება არავითარ საბჭოთა კავშირში, საბჭოთა კავშირი გამივლია. იქ კარგიც იყო და ცუდიც იყო. ძალიან ბევრი ცუდი იყო, იმიტომაც იყო დაიშალა ეს ყველაფერი ცუდი იყო. და რატომ ჩვენც უნდა დავადგეთ იმ გზაზე, სადაც ჩვენ თავისუფალი აზროვნება, მე მგონი გამორიცხულია მათ, გამორიცხულია. ახლა ის 15 ადამიანი მოიყვანეს ახალგაზრდა, ხო ნახეთ, გენდერული ბალანსი კარგი დაიცვეს, მივესალმები, 8 გოგონა იყო, 7 ბიჭი და ყველა ტყელ-ტყელი სიტყვები ილაპარაკა რაღაცეებზე, საქმეებზე, ორიენტაცია, აბსოლუტურად ტყელი. აი ნატამალი აზრის არ იყო. რა ვიცი, სპეციალურად არ შევენ ასეთ ხალხს. მე არაფერი მათ საწენუდო ვარ, მაგრამ ეჭვს არ ეპარება, სადაც ვიწრო წრეში მეგობრებში ისინი იქნება ძალიან გახსნილები, ძალიან კარგები და ყველაფერი. მაგრამ როგორც კი ვარდებიან აი სასტავში არა ეს სასტავი არის ეს არის გუნდური თამაში ერთხელ მე ამას დავარქვი გუნდური იმპოტენცია და ეს გვჭირს ჩვენ ზუსტად გუნდური იმპოტენცია იმიტომ არ ხდება ჭიდილი აზრების არ ხდება ახალი შემოტანა იმიტომ ყველაფერზე თუ უნდა დაურეკო ელჩს არ ვიტყვი რომელი ელჩს იმიტომ როგორც არ ვიტყვი შენი რაიკომის დინის სახელს არ დავასახლებ თუ ყველაფერზე უნდა დაურეკო და შეუთანხმო რა თქმა უნდა შენ თუნდაც ავიღოთ ეს საგარეო საქმე ძალიან სერიოზული საქმეა ჩვენ აი ახლა გეუბნები, ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გამოვზეროთ ამ მათხოვრულ მდგომარეობიდან. საქართველოს იყო ყოველთვის ცენტრი კავკასიის და უნდა იყოს ცენტრი, არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ პოლიტიკურად, ენერგიულად. წარმოიდგინეთ, გვერდზე არის კატასტროფული რაღაცები, ხალხი ერთმანეთში დაკავშირებული, საშინლად თქვა, იგივე სომხეთი, აზერბაიჯანი. საქართველოში უნდა იხდებოდეს მათი მშვიდობიანი შეხვედრები, კონფერენციები. აი ჩვენ უნდა გავხდეთ ცენტრი, იმიტომ კი არა ჩვენ პატარები ვართ, რადგან პატარები ვართ, ყველაზე მოკვაკულები ჩვენ უნდა ვიყოთ. ჩვენ სხვა უნარი უნდა გადავითარო. ჩვენ 3000 წლოვანი სახელმწიფო გვაქვს უკან. ჩვენ უამრავი ხალხი, ჩვენი მეფეები, ჩვენი გოსნები, ჩვენს გვერდს ზურგ ვიმაგრებენ. ჩვენ ხო არა ვართ იმ დღეში იმ ერების, რომელიც ახლა გამოჩნდნენ და ამბობენ, რომ წერენ სწრაფად თავის ისტორიას და იგონებენ 1000 რაღაც. ჩვენ მოსაგონი არ გვჭირდება. ჩვენ გვაქვს ეს ყველაფერი. ბატონო იური, მე მინდა კითხოთ, აი რამდენიმე წუთი დაგვრჩა კიდევ და ორი შეკითხვა მაქვს თქვენთან. მე მინდა კითხოთ ივანიშვილთან დაკავშირებით. მას 2011 წლამდე ფართო საზოგადოება არ იცნობდა, შემდეგ გაიცნო ის საზოგადოება, რაღაც თავის შეხედულებები ჩამოუყალიბდა ყველას, აი 2011 წლიდან დღემდე შეგიძლიათ თქვენი შეხედულება გითხრათ მასზე როგორც პოლიტიკურ ფიგურაზე, მასზე როგორც ბიზნესმენზე, ან უბრალოდ აქტიურ პირზე, პოლიტიკურად აქტიურ ადამიანზე, მოქალაქეზე, ასე ვთქვათ. შეგეცვალათ ეს შეხედულება თუ ისევ იგივე შეხედულება? ისიც რა, მე ძალიან ვაფასებ ბიზინა ივანიშვილს, ძალიან ვაფასებ, იმიტომ რომ მან იმ საჭირო დროს, მე მესმის რომ არ იყო ეს თლად მიცი ინიციატივა, ახლა ამაზე ძალიან შორს ვერ წავალ. რომ აი ამ ურჩხულის მოსაშორებლად, რომელიც თლად ბოლომის არ მოშორდა და სულ ახლა გემუქრება ახლო ანუ გულისხმობთ რომ ის მხოლოდ თავისი სურვილით არ შემოსულა პოლიტიკაში. ეს ვრცელი თემა ახლა ჩვენ მაგას ვერ გავშლი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ეს იყო ოჯახური პრობლემაც იყო, თვითონაც თქვა რომ წასვლა უნდა და საფრანგეთში და შვილებმა თქვეს, ნუ ეს ვერსიაც არსებობს. კი ბატონო, მოდი და სხვა რაღაცებს მე არ მინდა შორს წავიდე, თუ ეგ იყო ჩვენი თუნდაც ხალხის ის იყო დავალება მისთვის როგორც ადამიანისთვის, რომელსაც ჰქონდა ეგ საშუალება და თავის საშუალება, თავის უსაფრთხოებაც იყო. მე ვიცი, მე ჩართული იყო ამ საქმეში რაღაცნაირად და მას დაყვებოდა ბიზნეს ამერიკელების დაცვა. ელემენტოთ, იმიტომ მაგან თავის სიცოცხლეც, იმიტომ უმართავი იყო ჩვენი მიშიკო იმ დროს. და ისა ახლაც უმართავია, მაგრამ ჩვენ ეხებოდა პირდაპირ. ხო და იმიტომ ბიზინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ახლა შეხედეთ ახლაც, მაგრამ ჩვენ მისი რაღაც ერთი ხის გადატანა აქციას რაღაც მაიმუნდურ იმათ, რა ქვია, და არაფერი ადამიანმა ახლა შეაშენა მთელი დარბაზი სადაც შეკვეთილში არა და გადასცა ურეკში ხო, ნუ გადასცა თავის სამშობლოს საქართველოს. მე არგის მეტი არაფერი არ მეთქვის და პოლიტიკოსი რა თქო, პოლიტიკური ფიგურა ის არადოს არ იყო, გაიგე, თუ გახსოვთ მაშინ რომ გამოჩნდა პირველად და თქვა ასე გულუბრალოდ რომ მოდი კაცო რატო ვარ ჩვენ ასე ჭიდილში თუნდაც ამბრუსები ვიყოთ როგორც სომხები, აი იმათანაც კარგად ვიყო, ამასაც კარგად ვიყოს, რომ დააწვნენ, როგორ გადაუარეს პირდაპირ აბა რაღაცა და კაცი მერე და ნელ-ნელა ეს ადამიანი რა თქმა უნდა პოლიტიკოსი, აი ხო პოლიტიკოსობაც ხო იცით რას მოითხოვს. ასეთი გულუბრალო ადამიანი, ნუ კაი გაგებით და ფილოსოფიურად განწყობილი როგორც ბიზნეს ევანიშვილი, რა თქმა უნდა პოლიტიკა მისთვის ძალიან რთულია. გულუბრყვილოა ბიზინა ივანიშვილი, თქვენ ასე ფიქრობთ? გულუბრყვილო ადამიანი შეძლებს რომ მოიპოვოს და მართოს სამხელა კაპიტალი. გაიგეთ, აი პოლიტიკა სულ სხვა რაღაცას მოითხოვს რა.
აი ბიზნესის კეთებაც რაღაც რა თქმა უნდა გულუყოლ ადამიანი ბიზნეს ვერ გააკეთეს, მაგრამ აი პოლიტიკურ წიასვლებში რო იყო არა, უნდა იყო არ მინდა ეგ სიტყვა ვიხმარ, რომელიც ძალიან თბილისური სიტყვა, ძალიან ისეთი უნდა იყო რა. ვიხმარდი, მაგრამ ეხლა მაინც თავს ვიკარ პირველად ვარ თქვენ ტელევიზიაში. კი ბატონო და ბოლოს მინდა დაგისვათ შეკითხვა. აი რადგან ნიჰილიზმზე დავიწყეთ საუბარი, თქვენ ახლა ისაუბრეთ ის პრობლემები, რაც თქვენი აზრით აქვს პოლიტიკურ პარტიებს, თქვენ არ გთხოვთ დაკონკრეტებას, უბრალოდ მაინტერესებს თქვენ ხედავთ არჩევანს პოლიტიკურ პარტიებს შორის თუ თქვენც მათ რიცხვში ხართ რომელთაც არ იციან ვის მისცენ ხმა. ეხლა არა მე მათ რიცხვში არ ვარ რა თქმა უნდა უბრალოდ მე ვიცი რომ სამწუხაროდ ჩემი ხმა აი ამ აურზაურის გამო როგორც გითხარით მოგახსენეთ მანამდე მე მგონი რომ ჩვენ არ გვაქვს დათვლილი ხალხი და ჩვენ საერთოდ არ ვიცით რა სიებით მივდივარ და ვინ მისცემს ხმას და ვისი ხმა დაიკარგება და ვისი ხმა მიეწერება რომელი მიცვალებულები რომელი კუკის სასაფლაოდან მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას არ ვიცი მე სამწუხაროდ, იმიტომ ჩემი ხმა, მაგრამ მე გერთვით ეს. ეხლაც თქვას ჩვენი პრეზიდენტი გამოდიოდა სადღაც სტუდენტებთან და მიუბოდიშა ლამის, რომ ცოტათი ჭრელი გვეყოლებაო ეხლა პარლამენტი, რამე თუ აი ეს ეგრეთ წოდებული არაპროდასავლური პარტიები შეიძლება მოხვდნენ პარლამენტში. ხო იყო ესეთი რამეს გვახსოვს არა? ხო და მე მგონი მაინც რომ ჩვენ რაღაცა არ შევცვალეთ ჩვენ ქვეყანაში ჩვენ მიდგომებში, იმიტომ ეს ხელისუფლება როგორც წინა ხელისუფლება არის ძევალი რაღაც უკვე გარიგებების, რაღაც ამბების, გაიგინის ვერაფერს ვერ გააკეთებს. ჩვენი მთავარი ახლა პრობლემა არის რა თქმა უნდა საგარეო პრობლემა. იმიტომ კი არა ჩვენ კურსი შევცვალოთ, იმიტომ და როგორც ახლა იტყვიან რუსების მონები გახვთ, არაფერი. ჩვენ უნდა თუ გვინდა ჩვენ გადავწყვიტოთ ჩვენი პრობლემა და ჩვენი პრობლემა კიდე ის პრობლემა რომელსაც ჩვენ ახლა არ გვითქვავს არც ერთი სიტყვა და ეს პრობლემა არის ტერიტორიული პრობლემა, რომელსაც მე საერთოდ არ ვლაპარაკობ ტერიტორიაზე, მე ვთქვი სამშობლოს ნაწილზე. ტერიტორია არის ძალიან ცუდი ტერმინი. ტერიტორია არ არის მანდ ეს არის სამშობლო, სადაც არის ჩვენი მოქალაქეები. თუმცა ჩვენ მათთან არა ვართ ახლა კაი ურთიერთობა. ჩვენ უნდა მოვატრიალოთ ესენი ჩვენსკენ რა და რაღაცა ამისთვის უნდა გავაკეთოთ. აი ამისთვის უნდა ვიფიქროთ. ეს არის ჩვენი იმპერატივები. გასაგებია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. იური მეჩითოვი ფოტოხელოვანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. 19 საათზე შევხვდებით ჩვენ ერთმანეთს საინტერესო სტუმრებსა და საინტერესო თემებით, ასე რომ დროებით.